ესტონეთს ელჩი თბილისიდან ერევანში გადაჰყავს და საქართველოში ელჩის თანამდებობაზე მის უფლებამოსილებას წყვეტს. ადგილობრივი მედიის ცნობით გადაწყვეტილება ესტონეთისა და საქართველოს მთავრობის ურთიერთობების გაციებითა და სომხეთთან კონტაქტების გააქტიურებითაა გამოწვეული. ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, ამაზე დამატებითი კომენტარი არ მაქვს. განაცხადა გერმანიის ელჩმა. პეტერ ფიშერმა პაპუაშვილის მიერ მასზე და გერმანიაზე თავდასხმებს უპასუხა. ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელსაც ჩვენთან ყოფნა არ სურს, თქვა ინტერპრეს ნიუსთან ინტერვიუში დიპლომატმა. ირანული მხარე გვაზეიმებს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. აღმოსავლეთ მცოდნე გიორგი სანიკიძე ირანის ისლამური რევოლუციისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ოცნების წევრების დასწრებას ეხმაურება. 400 წლის თავი ირანში ქართველების ჩასვლიდან აწერია ღონისძიებაზე მისაწვევს, რაც დროში საქართველოში შაჰ აბასის ლაშქრობასა და კახეთის გადარჩენილი მოსახლეობის ირანში ძალადობრივ გადასახლებას ემთხვევა. ივანიშვილის სასტუმროში გამართულ ამ ღონისძიებაზე ბოჭორიშვილის მოადგილე სიტყვითაც გამოვიდა. აბრაამ ლინკოლნის შემდეგ ამერიკა ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდს გზავნის. ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით ამერიკა-ირანს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე ავიამზიდი ირანის სანაპიროსკენ გადაინაცვლებს. ის მადუროს დაკავების ოპერაციაშიც მონაწილეობდა.